როგორ შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიზნესი, როცა კანონით გათვალისწინებულია, რომ ყველაზე უკონტროლო ეს ბიზნესი არის. მათ შორის სახელმწიფოსგან. თუ შეიძლება ანუ კითხვა სახელმწიფოს დიახ გიპასუხებთ აუცილებლად, ნახეთ კანონმდებლობაში გაწერილია, რომ მე თეორიული ნაწილი შემიძლია სახში ვისწავლო და ყოველგვარი დოკუმენტის ან ავტოსკოლის დადასტურების გარეშე წავიდე და თვით ნასწავლმა ჩავაბარო გამოცდა. მაშინ უნდა არსებობდეს არა ქალაქის გამოცდები, უნდა არსებობდეს ავტოსკოლები, ვარიანტს მოусმენთ. უნდა არსებობდეს მაშინ ავტოსკოლები, სადაც შეგვეძლება მისვლა. არა გამომცდელი კი იმაზე არ ყავს ორიენტირებული, რომ დაგრეხილი ღვედის გამო დაგრეხილი ღვედია, ეს კითხვა მინდოდა თქვენთვის დამესვა. ახლა გაგიმარტავთ, მაინტერესებს რას ნიშნავს დაგრეხილი ღვედი, რომ გაიკეთა ამაზე ჩაჭრა. აუცილებლად მძიმე შეცდომა და გეტყვით რატომ. სიტყვაც ქვია უსაფრთხოების ღვედი. ანუ მანქანით გადაადგილების დროს იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. ნახე, როცა კანონმდებლობაზე ვედავებით სახელმწიფოს, ჩვენც უნდა დავიცვათ ხო ეს წესი? ერთი საკითხი მაქვს. ერთი წამით ბოდიშის მოხდით. ანუ თქვენ ახლა საუბრობთ დაგრეხილ ღვედზე. დიახ. რომ უსაფრთხოდ არ ამყოფებს ზღოლობის კანდიდატს. აქვე კონტრშეკითხვა. დაგრეხილი ღვედი უფრო მეტი საფრთხის შემცველია თუ დაუხაზავი ღერძულა ხაზი, არსებული ორმო და დაუხაზავი ზებრა გადასასვლელი. ერთი შეკითხვა, ელემენტარული შეკითხვა შევადაროთ ღვედთან. ეს მართლა საინტერესო. არა, ელემენტარული. რომელი უფრო უცბად ერთი, ანუ ნახე, გეცოდინება ალბათ ბავშვობაში იცოდნენ ხოლმე შეგა ბრუსლი მოერევა თუ ვანდამი. ანუ ჩემთვის ეს შეკითხვა არის ახლა თქვენი კითხვა.